პირველ სტუმარს წარმოგიდგენ დიდუბაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ხანტაძე დილამშვიდობის მადლობისთვის კვირას ჩვენ ტაძარში შევიკრიბებით ალბათ და ტაძრის დაბადების დღეს აღნიშნოთ როგორც ამას ეწოდებენ სულთმოფენობას 51 დღე როცა სულიწმინდა გადმოვიდა მოციქულებზე და დაარსდა ეკლესია ფაქტობრივად შესაბამისად უმნიშვნელოვანესი დღეა ვიდრე სახარებას განმარტავთ რომელიც აიკითხება ღვთისმსახურებაზე სულთმოფენობის შესახებ ვისაუბროთ რა მნიშვნელობა აქვს ამ დღესასწაულს დიახ თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ ტაძრის დაარსების დღე ან ტაძრის კი ეკლესიის დაარსების ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსების დღე და ზუსტად იმ დღეს აღესრულა მოდი ეს აღნიშნოთ რომ თვითონ ტერმინი ანუ ქართულში არა მარტო ქართულში ყველა ენაში დღეს 51 დღე ეწოდება ამ დღესასწაულს 51 დღე ზუსტად განმარტავს იმას რასაც ეს გულისხმობს ანუ დაარსების დღე რატო არის ძველ აღთქმაში თუ გავიხსენებთ ჩვენ უნდა გავიაზროთ ბიბლია ერთ მთლიანობაში ძველი და ახალ აღთქმაში ერთი და იგივე ღმერთი მოქმედებს და ის რაც ძველ აღთქმაში აღესრულებოდა ხოლმე წინასწარმეტყველური სახით და აღესრულა უკვე გაცხადდა ახალ აღთქმაში და ამიტომ ძველ აღთქმაში ძველი აღთქმის ეკლესიის დაარსება ზუსტად 50 დღეს მოხდა ოღონდ პასექიდან 50 დღეს და პასექის თვითონ ყველას ვისაც ბიბლია წაუკითხავს ახსოვს პასექის ისტორიას გულისხმობს თვითონ ტერმინს პესახ ანუ გვერდისავლას ნიშნავს სიკვდილისგან გადარჩენას როდესაც ეგვიპტიდან გამოდიოდა ისრაელის ერი და აი აქედან პასექიდან 50 შაბათის პასექის შაბათიდან 51 დღეს ხდება ძველი აღთქმის ეკლესიის დაარსება ანუ სჯულის მიღება სინას მთაზე მოსეს მიერ და გადაეცემა ეს ხალხს ზუსტად იგივე განმეორდა კალენდარულადაც ან თუ ესე იგი მაშინდელ კალენდარს გადავითვლიდა თვალის კალენდრით გამოითვლება დღესაც აღდგომა, იმიტომ რომ ჯვარცმა ზუსტად იმ დროს აღესრულა, როდესაც პასექი იყო მოახლოებული და პასექის დღესასწაული წინასახე იყო მაცხოვრის ჯვარცმის ნების და მაცხოვრის ჯვარცმიდან, ანუ ამ დღიდან 50 დღეს სულთმოფენობა, ანუ აღდგომიდან 50 დღეს სულთმოფენობა ესე იგი დღესასწაულება, რაც ზუსტად ემთხვევა ძველ აღთქმაში ასრულებულ ძველი აღთქმის ეკლესიის დაარსებას. ამიტომ 50 დღე არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში, მაგრამ კიდევ ერთი ტერმინია ქართული, მოდი ამაზეც ვისაუბროთ, მარტვილია, რაც ძალიან ძველი ტერმინია, ეს ქართული ტერმინი არის, ბერძნული ტერმინია, მაგრამ საქართველოში გამოიყენება დღეს საბერძნეთში უკვე მე-3 საუკუნიდან ფაქტობრივად აღარ გამოიყენება ეს ტერმინი არც ერთ ქვეყანაში, იქ პენტეკოსტთან 51 დღე გამოიყენება, ასევე რუსულშიც და სხვადასხვა ენებშიც. და მარტვილია გულისხმობს დამოწმებას, უფრო აი მაყურებელს რო გასაგები იყოს, დადასტურებას ახალ ქართულად რომ ვადასტურებ. რა დადასტურდა, რა დამოწმდა, ესე იგი ქრისტეს ღმერთობა, რომ ქრისტემ აღუთქვა რომ მე ავალ და სხვა იგი ნუ გეშინებცემელი, ანუ სულიწმიდა მოვიდეს და დადასტურდა ღვთის ესე ვთქვათ დამოწმდა ღვთის ღმერთობა და სულიწმიდის მადლი გარდამოვიდა მოციქულებზე ცეცხლების ენების სახით და ამ მადლმა აღავსო და როგორც ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს ეს მადლი მარადგიეს ეკლესიაში, მარადის არის ეკლესიაში, არა მარტო რაღაც იმ მომენტში მოციქულებზე გარდამოვიდა, მოციქულებიდან გადავიდა შემდეგ თაობაზე, როდესაც მან მღვდლები აკურთხეს და ეკლესიაში ეს მადლი მოქმედებს, დღემდე და სულ ეს მადლი იგულოს. არც ერთი საიდუმლო სულიწმიდის გარეშე არ აღესრულება, არ არსებობს წესი საიდუმლო, რაც ჩვენ ვეძახით ხო, არც ერთი მსახურება, რომელიც აღესრულება სულიწმიდის გარეშე. დიახ, და სწორედ ამას გულისხმობს ახალ აღთქმის ეკლესიაში, ყველაფერი აღესრულება ღვთის მადლით და არა კაცობრიობის შესაძლებლობებით, ასე ვთქვათ. აი ამას გულისხმობს, ამიტომ ეს მარტვილია ტერმინი კიდევ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში რატო გამოიყენება დღეს რატო არის ეს მნიშვნელოვანი როგორც აღნიშნეთ საბერძნეთში მე-3 საუკუნიდან აღარ გამოიყენება ესე იგი საქართველოში მე-3 საუკუნემდე ანუ მეორე საუკუნეში მაგალითად ეს ამ ტერმინით აღინიშნებოდა დღესასწაული ესე იგი ეკლესია მოქმედებდა ვიდრე წმინდანინოს შემოსვლამდე ანუ პირველი საუკუნიდან კიდევ ბევრი ტერმინებია ასეთი რომელიც ადასტურებს რომ საქართველოს ეკლესიაში მოქმედებდა პირველი საუკუნიდან ედი შერჭელიძეს აქვს ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ნაშრომი მაგრამ სხვა ტერმინებს აღარ შევეხებით ახლა ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ტერმინი. სულთმოფენობა ძალიან დიდი დღესასწაულია ცხადი. აქვე უთხრათ მორწმუნეებს, ვინც შეიძლება კვირას ვერ დაესწრება, ან არ იცის რომ ვიცით რომ ნებიშვიდელთ 4 შაბათიდან მუხლთრეკა აღარ ხდება და სულთმოფენობის შემდგომ სპეციალური ლოცვები იკითხება მსახურების მერე და უკვე მუხლის მოდრეკაც დაიწყება ჩვეულებრივად როგორც ხდება ანუ მეწანიებია. დიახ, ეს ლოცვები გამოხატავს ღვთის მიმართ მადლიერებას, რომ ჩვენს სულიწმიდის მადლი გარდამოვიდა და მოქმედებს და როდის გადმოდის ადამიანზე სულიწმიდის მადლი. მოდი აქვე ეს ვახსენოთ. ნათლისღების დროს მოდის სულიწმიდის მადლი ნიჭები ხა იქ სახარებაში წერია რომ ახალ აღთქმაში უბრალოდ სამოციქულოში წერია რომ სულიწმინდა გადმოვიდა ანუ ნიჭები და მადლი გადმოვიდა ენების სახით მაგრამ ეს სულიწმინდის მადლის განყოფილებას კი არ გულისხმობს ეს როგორც კირილი ალექსანდრიელი განმარტავს ნიშნავს სხვადასხვა ნიჭებს ადამიანზე მიცემოს ან ზოგს ქონდა ქადაგების ნიჭი ზოგს წინასწარმეტყველების და ასე შემდეგ ანუ ყველა ის ჩვენ ვიცით კიდე სულიწმინდის 7 ნიჭი ყველა ის ნიჭი რაც ადამიანს ამ სიკეთე თავდაბლობა ღვთისნიერება და ასე შემდეგ ეს არის სულიწმინდის ნიჭები
და სულიწმინდის მადლით, ანუ ენერგიით მონიჭებული ადამიანში. აქედან გამომდინარე, არ უნდა შეგვეშალოს, რომ სულიწმინდა კი არ არის მრავალი, ანუ სულიწმინდა პიროვნება ერთია. ანუ მადლი განიყოფება ადამიანში მრავლობითად. და სახარება, რომელსაც ჩვენ ამ უდიდეს დღესასწაულზე, ისედაც კვირა ცხადია და კვირას იქნება სულთმოფენობა, აი ეს ხდება, რომელიც სახარებაა შერჩეული, ვინაიდან არაფერი შემთხვევით არ ხდებოდა, ბუნებრივია დღესასწაულთან მიხედვით ირჩევა სახარება. უკავშირდება ხოლმე ყოველთვის საკითხავები უკავშირდება იმ დღესასწაულის მნიშვნელობას, განსაკუთრებით სახარება და სამუცქლო და სხვა საკითხავებიც. მაგალითად, წინა დღეს მწუხრზე, სარამ სახარება წაიკითხება, ანუ მწუხრის მსახურებაზე იკითხება საწინასწარმეტყველები. სადაც მაგალითად წაკითხულია სულიწმინდის წინა დღეს ეზეკიელ წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველება და სხვა იოველის და ასე შემდეგ, რაც პირდაპირ ასე თქვა მიანიშნებს მადლის განფენაზე. ეზეკიელს აქვს ესეთი სიტყვები ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველს, რომ თქვენგან უფალი აიღებსო ასე ქვის გულს და მოგცემთო ხორციელ გულს და მოგცემთ მადლს, ანუ მადლი გაშენაგანდება, ესე განიმარტება ეს, რომ ძველ აღთქმაში მადლი იყო თითქოს გარეგნან, ჯულს ასრულებდა ადამიანის ზნეობრივი ყოფილიყო, მაგრამ სულიწმინდის მადლი მასში დამკვიდრებული არ იყო. ახალ აღთქმაში სულიწმინდის მადლი ნათლისღებით მიენიჭა და ახლიდან იბადება ადამიანი და მას აქვს ცხონების სასופველის შესრულს, ანუ პირდაპირ მადლით მიეცა ქრისტეს ჯვარცმის შედეგად. ქრისტეს ჯვარცმა და აღდგომა უკავშირდება ადამიანის ბუნების გამოხსნას და სულიწმინდის გარდამოსვლა ნათლისღების შემდეგ, რომ ესე ვთქვათ, მასში მოქმედება დაიწყო სულიწმინდა, ეს უკავშირდება ჩვენ პიროვნულ არჩევანს. ჩვენ რამდენადაც განვავრცობთ ჩვენ თავში გადმოსულ მადლსაც ნათლისღების დროს მოგვეცა, იმდენად მივახლოვდებით უფალს და იმდენად მოქმედებს ეს მადლი ჩვენში. რაც შეეხება სახარებას, სახარება ყოველთვის უკავშირდება, რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნეთ, იმ დღესასწაულს მნიშვნელობას და იოანეს სახარებიდან არის ამონარიდი მე-7 თავის 52 მუხლიდან და მე-8 თავის 1 მუხლი, 12 მუხლი ესე შერჩეული. წმინდა მამათა მიერ ეკლესიაში, რაც პირდაპირ გამოსახავს, რომ მაცხოვრის წინასწარმეტყველებას, ასე ვთქვათ, რომ თქვენ მოგეცემათ, ესეთი სიტყვებია, წყარო თქვენგან გამოვა, წყარო თქვენი მუცლიდან გამოვა, წყარო ხაკ მუცელია ნახსენები. წყარო მადლის. აქ მუცელია ნახსენები და მუცელს როგორც დიდიმე ბრმა წმინდა დიდიმე განმარტავს, აქ მუცელში გულისხმობა გული, რომ ზოგადად ბიბლიას ახასიათებს, რომ ხანდახან აი ჩვენ თუ გავიხსენებთ მაგალითად წმინდა ნინოს ცხოვრებას, რომ ნაწლევნი შეეწვებოდაო, მას როდესაც ხედავდა კერპთაყვანისმცემლობას ხედაში. აქ გული ეწვა, შეიძლება ახალ ქართულად ეს რომ გული ეწვებოდაო და შეიძლება ეს ტერმინები ესე გამოიყენება ხო, ანუ თქვენი გულიდან გამოვა ეს მადლი და წყაროს, ანუ წყალს ასახელებს, ანუ მაცხოვარი ჩვენ თუ დაუკვირდებით სახარებაში ხშირად იყენებს ისეთ სასაუბრო ტერმინოლოგიას, რაც იმ პერიოდში ძალიან აქტუალური იყო, ასე ვთქვათ, წყალი აღმოსავლეთში ზოგადად ყოველთვის პრობლემა იყო. და ამიტომ წყაროსთან დაკავშირება, როგორც ფიზიკური წყლით დაწყულება, უკავშირდება ხოლმე სიმბოლურად აი სულიერ მადლს და წყარო რომ მოგეცემათ, წყლის გარეშე ადამიანი ვერ ცოცხლობს და ასევე სულიწმინდის გარეშე და მადლის გარეშე ადამიანი სულიერად ვერ ცოცხლობს, ასე ვთქვათ, მარადი ღმერთთან ერთად ყოფობა მას არ იქნება. ამიტომ შედარებული ხო. გარდა ამისა კიდევ ერთი მნიშვნელობა აქვს, ერთ-ერთი მამა განმარტავს ისტორიას მოგვითხრობს, რომ ზოგადად არა მარტო ებრაელებში, არამედ მთელ აღმოსავლეთში წყალი გამოიყენებოდა ხოლმე ლიტურგიულ მსახურებაში და წარმართებშიც გამოიყენებოდა ხოლმე როგორც გამბანვის სახე. და კირილე იერუსალიმელი ამბობს, რომ აი ფიზიკური გამბანვის სახე, რაც წარმართებშიც აღესრულებოდა, თუმცა ისინი, რა თქმა უნდა, წარმართულად ეგონათ, რომ ამ ცოდების ჩამოირეცხავდნენ. ამ სახით ღმერთმა როგორი მარტივი სახეა თითქოს ანუ ფიზიკური წყალი სხეულს ბანს და ამ დროს ჩვენ სულიერად ახლიდან ვიბადან ყველა ცოდვა ჩამოგვერეცხება ნათლისღების დროს. ამიტომ აი ეს კავშირშია ყოველთვის ესე თქვა სიმბოლურ კავშირში და ამიტომ მაცხოვრიც იყენებს ამ ტერმინს და წყარომ გამოვა თქვენგან. და რას გულისხმობს ეს როგორც განიმარტება წყაროს გამოსვლა სულიწმინდის მადლის დამკვიდრებას ადამიანში და წყაროს გამოსვლა მაგალითად საღვთო ქადაგებას, მადმოსილებას, თავდაბლობას, ღვთისმიერებას, მოწამეობრივ ყველაფერი არის ეს არის სულიწმინდის მადლით აღესრულება. ერთ-ერთი ღვთისმეტყველი, უდიდესი ღვთისმეტყველი მაქსიმიან ხსარებელი, რომლის ქადაგებების და ნაწერების ასე ვთქვათ პოლემიკურია და ანტიერეტიკულია და ამიტომ ძალიან რთული გასაგებია სიღრმისეულად და შეუძლებელი ადამიანმა გაიგოს თუ მომზადებული არ არის დოგმატიკაში და მაინც ძნელი გასაგები არის და ამბობს რომ მადლი, ანუ სულიწმინდის მადლი, ენერგია შეუზღუდავია, ყველგან მყოფობს, აი წარმართებშიც არისო, მაგრამ წარმართებში მაგალითად ეს მაცხონებელი მადლი არ არის მათთვის, იმიტომ რომ მათ პიროვნული კავშირი ღმერთთან არ აქვს, მადლისმიერი კავშირი არ აქვს, მაგრამ მაგალითად წარმართი ურწმუნო ადამიანი რო სიკეთეს აკეთებს, ესეც ღვთის მადლით აკეთებს, ანუ თავის შესაძლებლობით ამას ვერ აკეთებს, ამბობს მაქსიმიან ხსარებელი, მაგრამ მონათლულ ადამიანში უკვე სულიწმინდის მადლი გაშინაგანდება, ანუ მასში ჩადის. აი ეს არის მაცხოვრის სახარების ამ სიტყვების შინაარსი, რომ ჩემგან მოგეცემათ, ანუ ეს ახსრულდა მე 51 დღეს ამას სხვაგანაც ამას მაცხოვრი რომ ეს მე წავალ და სხვა იგი ნუგეშენ მისცემელი მოვა, მაგრამ ეს შეერჩა ამ დღის სახარებად, რადგან შინაარსობრივად არის ძალიან ღრსი ღრმისეული, რომ მადლით უნდა შეივსოს ადამიანი. და ეს კიდევ მიანიშნებს, რომ ახალი კირილე ალექსანდრიელი გამარტავს, რომ რთული გასაგებია, როგორ უნდა დამკვიდრდეს ჩვენში შიგნით ღვთის მადლი, ხო? მაგრამ შედარებას აკეთებს, რომ მაგალითად რკინა ღვთობის დროს
ცეცხლის ფერს იგებს, ანუ მასში გაშინა განდება თითქოს ცეცხლი რო გახურდება. ასევე მოქმედებს ადამიანში მადლი. მე ვფიქრობ, ახლა უნდა შემდეგში სახარებაში ესე ვითარდება მოვლენები, რომ ფარისევლები და მწიგნობრები, რა თქმა უნდა, შურით აღივსდნენ ისევ და არ გამოიძიებენ, ესე ვთქვათ, მაცხოვრის ღვთაებრივ ბუნებას, იმიტომ მაცხოვრი პირდაპირ განაცხადებს ამ შემთხვევაში მის ღვთაებრივ ბუნებას, რომ ჩემგან მოგეცემათ და მოვა მე რო წავალ თქვენ მოგეცემათ და ასე შემდეგ. და ცილს წამებენ მას და მსახურები, რომლებიც მასთან წარგზავნილები არიან, მოდიან და ამბობენ, რომ ისე საუბრობსო, იესო ქრისტეზე ამბობ, ფარისევლებს ეუბნებიან, რომ ჯერ არავის თითქოს მას აქვს ეს ხელმწიფო, ჯერ არავის უსაუბრია, ასე რომ ვერ შევძელით, რომ ჩვენ მისთვის ხელი შეგვეხო და შეგვეპყრო. და თავს იმართლებენ ფარისევლები, ასე ვთქვათ, და ცილს წამებენ და ადანაშაულებენ, რომ შესაძლებელია გალილეიდან მოვიდეს მესია, ხო შეუძლებელია ეს. ანუ რეალურად როგორც წმინდა იოანე ოქროპირი გამარტავს, მათ ძალიან კარგად იცოდნენ და შეეძლოთ გამოეძიებათ, მათ სრული არ ყოფილა ის, რომ ბეთლემში იშვა. და როგორც ნაწინასწარმეტყველი იყო, რომ ბეთლემში უნდა შობილიყო, დავითის ფსალმუნებშიც არის ეს და პირველად იქ ჟღერდება, მეფეთა წიგნში ჟღერდება, რომ ბეთლემში უნდა იშვას და იქ ჩანს ეს პირველად, რომ ბეთლემში უნდა იშვას მაცხოვარი, მაგრამ ამას არ გამოეძიებენ და იმ მიზეზით არ გამოეძიებენ, რომ თავი არ გამართლებული ქრისტე არ აღმოჩნდეს, ცდილობენ რომ ცილი დასწამონ და შემდეგში ამბობს მაცხოვარი, რომ ვინც ჩემთან იქნება, მას ექნება ნათელი. აი რა ნათელზე საუბრობს, ისევ და ისევ სულიწმინდის მადლზე საუბრობს და ახლა როდესაც ჩვენ საუბრობთ სულიწმინდის მადლზე, მე მახსენდება გრიგოლ პალამას ნაშრომები, რომელიც განმარტავს თუ რას ნიშნავს მადლი, ენერგია, საღვთო, ის ძირითადად თაბორის მთავს უკავშირდება, მაგრამ იგივე მადლი არის სულიწმინდის მადლი და აი ძალიან რთული საკითხია შეიძლება მაყურებლისთვის, მაგრამ შეიძლება მოკლედ შევეხოთ, აი რას ნიშნავს საღვთო ენერგია, მადლი. ჩვენ თუ გავიხსენებთ ძველ აღთქმას, იქ ბევრ განრჩევს, რომ საღვთო ენერგია, ანუ სულიწმინდის მადლი შეიძლება უწოდოთ, ანუ მადლი ეს ენერგიას ნიშნავს. ეს არის ღვთის არსების, რაც აქვს მამასაც, ძესაც და სულიწმინდას. ანუ პიროვნება არის პიროვნული თვისებები, რაც მას განასხვავებს, ხო? შობადობა, გამომავლობა და ძეობა, ხო? ძე-ღმერთის. მაგრამ რის რაც არსებას, ანუ საღვთო ბუნებას ეხება, ეს ყველას აქვს. ანუ საღვთო მადლი ჩვენ თუ მივანიჭეთ მხოლოდ სულიწმინდას და ვთქვით, რომ ძესად აქვს, მაშინ არასწორი გამოვას. და აი გრიგოლ პალამას დროს, როგორც დასავლეთის, ანუ კათოლიკები დღევანდელი, როგორც უწოდებთ, ასწავლიდან ესეთი გასწავლება იყო გავრცელებული, რომ სულიწმინდის მადლის მოქმედება ნიშნავდა მასთან პიროვნულ ერთობას. ანუ ეს ტერმინოლოგიური აღრევა იყო და ეს ტერმინოლოგიური აღრევა, მაგრამ ეს გონებიდან მოდის და ძალიან დიდი შეცდომაა, იმიტომ რომ გრიგოლ პალამა ამბობს, რომ თუ კი ჩვენ ასე მივიჩნევთ, მაშინ უკვე მეოთხე ჰიპოსტასი შემოდის, თუ ადამიანს პიროვნული ერთობა ექნება სულიწმინდასთან, მაშინ მეოთხე პიროვნება უკვე ადამიანი გამო. მაგრამ ადამიანს აქვს მადლის მერი, ენერგიის მერი ერთობა ღმერთთან. ახლა ეს რას ნიშნავს? მადლი ენერგია ეს არის, როგორც აი მზეს აქვს სინათლე, ასე ვთქვათ, და საღვთო ნათელი, რომელიც ყოველთვის არის სამყაროში და ჩვენს გარშემოც არის და ეკლესიაში და წირვის დროს და სასუფევ ღმერთს აქვს, ეს არის ღვთის ენერგია, რომლის მეშვეობითაც ადამიანი განიწმინდება, მიეტევება ცოდვები, განიხრთობა, რომლის მეშვეობითაც აღასრულებს ნებისმიერ საეკლესიო საიდუმლოს და ასე შემდეგ. რაც თვალისთვის უხილველია და თაბორის თვაზე მაცხოვრებმა ახირვინა, ანუ დაანახა მოციქულებს იმდენად, რამდენადაც მათ შეეძლოთ, რომ ეს დაეტიათ. იმ დონეზე დაინახა საღვთო მადლი და იმიტომ რომ პეტრე მოციქული რომ აქ დავრჩეთო, იმიტომ რომ განიცადა წინდი, ანუ ესე ვთქვათ, ნაწილი სასუფეველის ნეტარების, ანუ იმ მადლის, რაც ღმერთს ყოველთვის აქვს, გააჩნია. და აი წმინდა მაგალითად იოსეფის ხასტის ცხოვრებაში არის, რომ როდესაც ის ასწავლიდა თავის მოწაფეებს, იყო რაღაცა მომენტები, როდესაც ჩუმდებოდა, იმიტომ რომ სიტყვა არ იყო, რომელიც იმ მდგომარეობას გადმოსცემდა, როდესაც ის, რასაც ის ლოცვის დროს განიცდიდა. ესე იგი, ლოცვის შედეგად, ახლა აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ წმინდად უნდა ცხოვრობდეს ადამიანი და ზნეობრივად უნდა იყოს, ესე ვთქვათ, შესაბამისად, მაგრამ ამის შემდეგ უკვე ლოცვის შედეგად ადამიანი ივსება ამ მადლის, რომელსაც თვალითაც, ანუ სულიერი თვალითაც ხედავს, აი ამ მადლს, ამ საღვთო ენერგიას. აი ამ მადლზე და ენერგიაზე, რომ სულიწმინდის მიერ მოგვენიჭა ჩვენ ეს მადლი და ენერგია, არა პიროვნება, არამედ ეს მადლი და ენერგია. ამიტომ ასეთი ტერმინები რომ ადამიანი მადლით განიღმრთობა და მიემსგავსება ღმერთს და ამით მადლით განიღმრთობა და არა პიროვნულად. პიროვნულად ღმერთი არის მამაძე და სულიწმინდა. რა თქმა უნდა, ყველა სიტყვა აბსოლუტურად არის ჩვენთვის, რომ კარგად გავიაზროთ, რისთვის ვართ მოვლენილი, ზოგადად ქვეყნად როგორი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება და რას ემსახურება რეალურად ხომ ჩვენი არსებობა. უფრო მეტად რომ განუმარტოთ ადამიანს მართლმადიდებელ ქრისტიანს განსაკუთრებით მამა გიორგი, რომ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ კვირას, როდესაც ადამიანი დაესწრება ხომ საღვთო მსახურებას, იცოდეს და გააზრებული ჰქონდეს სახარების ის კონკრეტული თავი, რომელიც იკითხება იმ დროს და იმ დღეს. დიახ, რა თქმა უნდა, თან თუ ქრისტიანობა ხო წიგნიერი რელიგია არის, ანუ ჩვენ ხშირად არის ხო დღეს არის პოპულარული ამის თქმა, რომ თითქოს რწმენა არის ბრმა რაღაც, არა და რწმენა იმდენად გააზრებული რამ არის. აი კლიმენტი ალექსანდრიელის აქვს რწმენის და ცოდნის ურთიერთმიმართება.
და ისეთ სიღრმეებში ჩადის ისეთ კადრებს ადამიანის გონებაშიც არ მოვა ამაზე რომ წმენა ესეთი რამ შეიძლება იყოს და წმენას აკეთ საბოლოო ჯამში წმენაზე ამბობს რომ ეს რეალურად ცოდნა არის იმიტომ რომ ნებისმიერი ცოდნა თუნდაც მეცნიერებაში მტკიცდება რაღაცა მტკიცებულებით ხო რაღაცა წინარედებულებით რაც მანამდე დამტკიცდა და ესე ჩვენ თუ მიუყვებით რომ წმედი კლიმენტი ალექსანდრე ამბობს ბოლოს მივთ რაღაცა აქსიომამდეო რასაც ვერ დაამტკიცებო მაგრამ რწამს და მაგალითად მათემატიკაში ჩვენ თუ არ შევთანხმდით რომ 100 სანტიმეტრი არის 1 მეტრი ვერ გამოუცვლით ვერანაირ მანძილს ხო ყველა შევთანხმდით ამაზე რომ 100 არის ანუ ეს ამას უკვე მტკიცება აღარ ჭირდება და მე ვიწყებთ უკვე სხვა კვლევას და ამბობს რომ რწმენის დადასტურება არის უკვე ცოდნა შემდეგში და პირიქითაც ამბობს რომ ამ ცოდნის დადასტურებით ავდივართ ჩვენ რწმენამდე და კიდევ უფრო ბევრ სიღრმეებში ჩადის მაგრამ ეს ცოტა მარტივად ამიტომ ადამიანები ამბობენ რომ რწმენა არის რაღაცა რაც ბრმა არის და არა რეალურად ესე არ არის მართლა ქრისტიანმა ადამიანმა რაიცით წამს ის იცის რაღაც დონეზე იცის ახლა ჩვენი გონებისთვის რა თქმა უნდა ღვთის არსება დაუტევნელია და შეუცნობელია მაგრამ აი მაგალითად ძველ აღთქმაში იქნებოდა თუ ახალ აღთქმაში როდესაც მაგალითად მოსე ხედავს პირი ღვთისა იხილა და ზურგი იხილა და ნათელი რას ნიშნავდა რომ მადლს ხედავდა ანუ ღმერთს ხედავდა მოქმედებაში აი მაგალითად ის რომ ადამიანის სიყვარულია გულში ეს არის ღვთის მადლის მოქმედება ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება ადამიანში ღმერთი დაინახო მაგრამ არა არსებითად რომ თვალებით მოიცვა მთელი ღმერთი არ ღვთის მოქმედება ადამიანში უკვე და ეს ნიშნავს რომ ღმერთი ხედავს და ღმერთი მოქმედებს სამყაროში ანუ ჩვენ ხედავთ ღმერთს მის მოქმედებაში ანუ გამოვლენებაში და ამიტომ სახარების ამას ყველაფერს სწავლობს ადამიანი და იცის რისის სწამს ამ შეუძლებელია და კარგიც იყო და მნიშვნელოვანიც არის როდესაც დასრულდა საკში ინათლება გაიაზროს ჯერ რატომ უნდა მოინათლოს და მერე მოინათლოს და ეს რო ხდებოდა პირველ საუკუნეებში ეხაც ხდება მეტნაკლებად ხომ აი ასეთი მონათლული ადამიანი უკვე ეკლესიიდან აღარ მიდის რაღაცებზე აღარ ბრკოლდება იმიტომ რომ მან იცის რას ემსახურება და დაუშვათ სასულიერო პირი თუ არ მოეწონა მასში რაღაცა ამის გამო ეკლესიას არ ტოვებს ხო ამიტომ გააზრებულად იცის ის რატო დადის ეკლესიაში და რატო ემსახურება ესეც მნიშვნელოვანი არის მე ვფიქრობ აღნიშნოთ რომ ხშირად ინათლებიან ან ნათლავთ ბავშვებს მაგალითად და არც ნათლი არ არის ეკლესიური, არც მშობელი და იზრდება ბავშვი არაეკლესიურ გარემოში შემდეგ და რო იზრდება თელ ცხოვრებაში 1000 გვარ ცოდვებს ჩადის და მერე მოდის ეკლესიაში თუ მოვიდა ძალიან კარგი ეს დასრულდა საკში და იწყებს თავიდან ფაქტიურად ქრისტიანულ ცხოვრებას და აი ესე არ იყო პირველ საუკუნეებშიც როდესაც დასრული ნათლებოდა გადიოდა კატეხიზაციას მომზადებულიყო და როდესაც ბავშვი ნათლებოდა ნათლია იყო მაშინ ამ შემთხვევაში ეკლესიური და მშობელი და ეს არცი ნათლი შეერწევს ეს არის ხო სხვა თემაზე გადავიდეთ ახლა მაგრამ და მოგიორგი აი ახლა კარგი რამ აღნიშნეთ თქვენ აი ადამიანთა რკოლება იმის გამო გუდელიც ვთქვათ მაგას აი კვირას ჩვენ ვიძახეთ რომ არის ეკლესიის დაარსების დღე მათ ვინც თulis რომ დაუშვათ თulis გადაცნობის გამო ან იქ რაღაც ვიღაცის ვთქვათ მოქცევის გამო ეკლესია არ უნდა სიარული აი კვირას ეს დღეა რომ ნათელი მაგალითად ეკლესია არ არის ღვთელის ეკლესია არ არის ფტიქაროსნის მედავითნის გალობლის ეკლესია არის ღვთის მისტიკური სხეული ღვთის დაარსებული სულიწმინდის მადლით ეს არის ეკლესია ამიტომ გვინდა ეკლესიაში სიარული ამისთვის დაარსდა ეკლესია რომელიც არის ცხონების ერთ-ერთი გზა ეკლესიურობის გარეშე შეუძლია ეკლესიის გარეშე და საიდუმლო რაც ვილაპარაკეთ თორე ეკლესიაში აღესრულება და ალბათ ამაზეც გამომხულოთ ყურადღება ეს დღე მოდის კვირას ხო ამაზე დიდწილად მნიშვნელოვანია საუბარი ეკლესიის არსი რა არის რისაც დაარსდა ეკლესია ეს 50 დღე რომელზეც თქვენ უკვე ისაუბრეთ საუდელო მსახურება მოდი ასე ვთქვათ ამ მდლობარაში ნიშნავს ეს რომ გავმართოთ უკვე ჩვენ ეკლესიის არსსაც გავიგებთ მდლობა არის თვითონ მღვდელმოქმედება ანუ ღმერთმოქმედება ანუ ღმერთი არის თავად მღვდელი ჭეშმარიტი მღვდელი არის ღმერთი ანუ სხვებს შემწირველი რომ ქრისტე შეეწირა კაცობრიობას და მადლია ჩვენ მოსახარებაში გვაცემს სარამ სულთმოფენობა იქნებოდა მანამდე ორგზის ეუბნება მოციქულებს რომ მიიღეთ სულიწმინდა და შებერავს მათ ანუ საკუთარ მადლს ანუ საღვთო მადლს გადაცემს მოციქულები ახდენენ სასწაულებს ამათ თავისი პიროვნული ღირსებიდან გამომდინარე კი არა ღვთის მადლით ახდენენ სასწაულებს. შემდეგ სულიწმინდის მადლი რო გადმოდის მათზე, არსდება ახალი აღთქმის ეკლესია, მოციქულები, ვისაც წაუკითხო საქმე მოციქულთა, იწყებენ ენებზე საუბარს. მომენტალურად ეს არის სულიწმინდის ნიჭი. რატომ? იმიტომ რომ მთელი სამყარო მოაქცევენ ღვთის ეკლესიაში. ამას რა თქმა უნდა კავშირში აქვს ღვთის განკაცებასთან, ჯვარცმასთან, აღდგომასთან, ბუნების გამოხსნასთან და მეორე სულთმოფენობასთან, ჩვენ პიროვნულ განხრთობასთან, მიახლებასთან ღმერთთან. და სამღვდელო მადლი რომელიც გადაეცათ მოციქულებს ეს უნდა მოქმედებულიყო და მოქმედებს საიდუმლოებებში, ანუ იმ წირვის მაგალითად წირვაში და ასე შემდეგ ნათლისღებაში და ასე შემდეგ, რაც აღესრულება ეკლესიაში. ანუ ეს საიდუმლოები აღესრულება არა ადამიანთა მიერ, ასე ვთქვათ, ადამიანთა მიერ აღესრულება, მაგრამ არა მათი შესაძლებლობა ჩვენი, ანუ ღვთლების მადმოსილების გამო, რომ ჩვენ ვართ ასე ვთქვათ, კარგი ადამიანი, ამიტომ კი არ ნათლავთ და ნათლავს ღმერთი, ხო, ამ მოქმედება როგორც თქვენ ახსენეთ, აღესრულება ნებისმიერი საიდუმლო ღვთის მადლით.
ამიტომ ამას როცა აცნობიერებს, რომ მოციქულებს რო გადაეცეთ, მოციქულებმა მე აკურთხეს შემდეგი თაობა და ხელდასხმით პირველ საუკუნეში ხილული სახითაც გადადიოდა მათზე მადლი. და როცა ნათლავდნენ ხილულად ხედავდნენ, რომ სულიწმინდის მადლი გადმოვიდა მათზე, როგორც სულთმოფენობის დროს ნახეს, რომ ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა მადლი, ასევე ხედავდნენ ამის მსგავსად პირველად რო ინათლებოდნენ ადამიანები პირველ საუკუნეში ხედავდნენ რომ მათზე მადლი გადადიოდა, როდესაც ხელს დაადებდა მოციქული, ანუ სამღვდელო მსახური. პირველი მღვდლები არიან მოციქულები. და მოციქულებმა ეს მადლი ხელდასხმის, ანუ მღვდლობის გადასცეს, სადაც გადაგებდნენ, იქ დაადგინეს ეპისკოპოსები, მღვდლები. გადასცეს ეს მადლი და ეს მადლი მოქმედებს აი ჯაჭვის სახით მოედინება დღევანდელ დღემდე და მოქმედებს ეკლესიაში. ამიტომ მივდივართ ჩვენ წირვაზე და ამას როცა ვაცნობიერებთ, უკვე ჩვენ მღვდლის პიროვნულ ნაკლებს, ანუ დადებით თვისებებს იმდენად კერვავს სიტყურადღებას, რომ ამის გამო მივიდე წირვაზე თუ არ მივიდე, რომ ნებისმიერი მღვდლის თუ ის განკვეთილი არ არის, ესე რომ ნებისმიერი აღსრულებული წირვის დროს პური და ღვინო გარდაიქცევა სისხლად და ხორცად. იმიტომ კი არა რომ ის არის კაი ადამიანი, მე ვარ კარგი ადამიანი, იმიტომ რომ ღმერთი გარდააქცევს მას. ის მადლი ეკეთებს. და თუ ის არ იქნებოდა სამღვდელო მსახური, ანუ ეს მადლი მასზე გადასული, თორე იგივე სიტყვები რო წაიკითხოს ადამიანმა სახში აბსოლუტურად კონტაქტი დაიჭიროს და წირვა ჯაახტაროს, ასე ვთქვათ, ხო, ჭყალებში. არანაირი გარდაარსება არ მოხდება, ხო? ანუ აქ სიტყვებზე კი არა მარტო დამოკიდებული იმ მადლის მოქმედებაზე, რომელიც ეკლესიაში არსებობს. და ღმერთი ეკლესიას არ დაარსებდა ადამიანისთვის, რომ ეს საჭირო არ იყოს. ანუ ადამიანის ცხონებისათვის თვითონ ადამიანს ამის ძალმოსილება არ აქვს, რომ თვითონ გაცხონდეს, თვითონ განიხვდეს. სინერგია უნდა მოხდეს. ამიტომ დაარსა ეკლესია, ანუ ნების თანხwebdriver დაარსა ეკლესია და ღვთის მადლი მოდის ჩვენზე ეს ყველა. თაზაში მიდიხარ შენი სულის გადასარჩენად. ამას რო იაზრებ, რომ ღმერთი შენთვის ჯვარს ეცვა და ამით გადარჩი შენ და მე შენ მადლი მოგცა, მე 51 დღეს გადმოსცა ეკლესიას და ეს მადლი შეიძლება შენ ეკლესიაში აღივსო და მიიღო ეს მადლი და ამით განიხვდო. მე უკვე ხვდები რომ და შენთვის აღნიშნე პირადად შენთვის აი ეს ამის გააზრებაც ალბათ მნიშვნელოვანია მამა გიორგი რომ ამ რამდენიმე მილიარდ ადამიანში რომელიც ეხლა არის და მილიარდობით რომელი იყო და შეწენოდ იქნება პირადად ჩემთვის განკაცდა ჯვარს ეთოს ხსლი დაყარა და სულიწმინდეს პირადად ჩემთვის პირადად მე ერთის მე როწყობ დიახ და არაზოგადად და აი როცა ჩვენ ვიტყვით რომ მე არ მჭირდება ეკლესია მე მაშინ ამ კრებულისგან თავს ჩემითვე განვაყენებ დიახ ჩემითვე ვიძახი რომ მე არ მინდა მაშინ და აი სახარების მნიშვნელობაზეც სახარებაში რა თქმა უნდა თქვენ აგნიშნეთ რომ ბუნებრივია შერჩეული სპეციალურად ეს წყარო სულიწმინდის მადლის შემთხვევაში ესეც პირდაპირ კავშირშია იმასთან როგორი მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ბევრი ალბათ იძახის რომ მე ჩემთვის ლოცულობ მე ჩემთვის ვარ არ მჭირდება ეკლესია და მოდელი მაშინ პირდაპირ ვწდებით იმას რადგან ჩვენ კვირას მოვისმენთ და აღნიშნოთ რა თქმა უნდა თუ არ თქმა უნდა არსებობს ახლა განდეგილი მოღვაწეობა როდესაც არა მე გულისხმობს ასკეთებს მე გულისხმობს აერო ხოლს რომელიც არ გამჭირდება მე ეკლესიას სულისხმობ მე მაქვს პირდაპირ კავშირი ღმერთთან ანუ აქ ისევ და ისევ მივდივართ იმაზე რასაც ვისაუბრეთ გაუაზრებლობასთან დაკავშირებით რომ არ ვიცით რაზე ვლაპარაკობთ აი არის ესე ვთქვათ აღმოსავლურ ესე ვთქვათ ფილოსოფიებში რელიგიური ფილოსოფიაში და კრიშნა და ასე შემდეგ ისე ნაბობი რომ ადამიანს არ ჭირდება რაღაცა გარეშე მადლი ის მასში თვითონ არის და ის მას შეუძლია ისე განიხვდოს მაგრამ მათში ღმერთი პიროვნებაზე საუბარი საერთოდ არ არის ანუ ამის გააზრება იქ არ არის ასე ვთქვათ არც ბუდიზმში არ არის ღმერთი პიროვნებაზე საუბარი და ასე შემდეგ ამაზე რატო საუბრობთ დღეს ძალიან პოპულარული არის და ისმება მე ამ იდეოლოგიების მიმდევარი ადამიანების მხრიდან ისმება კითხვები რომ აი რაში მჭირდება და თუ რაღაც რწმენა მისთვის არის ასე გაყელებული ისეთი რაც უფრო ისიც რომ მათ გწაავს და ასე შემდეგ და თუ არ ნახე აი ისევ და ისევ უბრუნდებით იმას რომ ჩვენ ღმერთს რა თქმა უნდა ჩვენი თვალით სულად ღვთის არსებას ვერ შევიმეცნებთ მაგრამ ღვთის მოქმედებას შევიმეცნებთ და ღვთის მოქმედებას როცა შევიმეცნებ ანუ ამ მადლს განიცდის ადამიანი მე ხვდება რომ ღმერთი ჭირდება სწორედ და ის ნატარება ჭირდება მაგრამ რომ ასე თქვა განიცადოს განხრთობა და ღვთის გარდა იმისა რომ ტაძარში უნდა ვიაროთ და ვესწროთ ღვთისმსახურებას ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ ის ერთობა რომელიც სუფევს ტაძარში ესეც განმარტოთ თუ რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი რომ არა განყენებულები ვიყოთ არამედ თქვათ ერთად აღვავლინოთ უფლისადებელი ლოცვები და მოვისმინოთ თითოეული სულთმოფენობის დღესასწაულზეც ამის მინიშნება არის და ერთ-ერთი მამა ეფრემ ასური განმარტავს იხსენებს ძველ ამბავს ანუ ბაბილონის გოდოლს როდესაც ამ პარტავნებით იყო ეს გოდოლი ნაშენობა და ღმერთი რო აღარ ჭირდება ადამიანს აი ესეთი мотиваცია იყო და ამიტომ ღმერთმა განაბნია და ენები მაშინ ხდება ენების დაყოფა და ხალხის გაბნევა და სულთმოფენობის დროს კი ენებზე ამეტყველება რომ ყველა ადამიანი შეერთდეს ერთ ეკლესიაში ქრისტეს სხეულში, იმიტომ რომ ღმერთი ყველა ადამიანისთვის სათითაოდ განკაცდა. კი მისი გამოხსნა, ჯვარცმა ეხება ზოგადად ბუნების გამოხსნას ადამიანს, მაგრამ ყველასთვის განკაცდა და სულთმოფენობა ამით განსხვავდება კიდევ აღდგომის დღესასწაულის გარდა სულთმოფენობა და სულიწმინდის გადმოსვლა ადამიანზე გულისხმობს ჩვენ პიროვნულ ნებელობას, რომ ჩვენ
პიროვნულად განვიხვრდათ უკვე. ზოგადად ეს მცნებაც, პიროვნებაც ქრისტიანობამ შემოიტანა ისეთი ახალი გაგებით, როგორც არც ერთ ფილოსოფიაში არ არსებობდა და არც რაღაც ინდივიდი და ასე თქვა ინდივიდის პიროვნების სინონიმია არსებობს, მაგრამ აი ესეთი გაგებით, როგორც ქრისტიანობაში არის პიროვნება, არცად არ არის, არც ერთ ფილოსოფიაში არ არის და არც ერთ რელიგიაში არ არის. ქრისტიანობა მოიტანა ესეთი გაგება, რომ ღმერთიც პიროვნებაა და შენც პიროვნება ხარ და შენი ხატება ხატება შენში, ანუ ღვთის ხატება არის ის, რომ შენ პიროვნება ხარ, ერთ-ერთი ხატება ეს არის, შენ პიროვნება და არჩევნებითის უფლება გაქვს და მოაზროვნება გაქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ კვირას ძალიან დიდი დღესასწაულია, სულთმოფენობა 50-ე დღე, სულიწმინდის მოფენა, ეკლესიის დაარსების დღე და ცხადია, სწორედ ამ დღის მნიშვნელობაზე, სახარებაზე, რომელიც კვირას დაიკითხება, გვესაუბრებოდა ჩვენი სტუმარი, დედუბეში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეგანოზი გიორგი ხანთაძე.